შენი სივრცის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ერთობის შექმნაა. ერთობის, რომელიც თავისთავად ქმნის რაღაც ახალს. Სყაპარსველოდები, ფებში მემატება, სასიცოცხლო ენერგია. თბილის რაც გამოცდი ენერგია მემატება ყოველთვის. აგნიოგოს რიტრიტისთვის ისეთივე ზღაპრული ლოკაცია უნდა შეგვერჩია, როგორც თავად ეს პრაქტიკაა. თუშეთი, სადაც მოგზაურობა ცალკე სულიერი გამოცდილებაა. გზა, რომელიც ისე გავს შინაგან გზას, აღმართით, დაღმართით, სირთულით და რასაკვირველია სილამაზით, მრავალფეროვნების და უსასრულო სივრცეებით. ჩვენც ამ გზას დავადექით, რომელსაც შინ სულიერ ოჯახში მივყავართ. გზა იყო მხიარული. მხიარულებას კი სწორედ ის ერთობა ქმნიდა, რომელსაც ჩვენ გვქნით. ერთი კოტორი მზად არის. წინ ჯადოსნური 4 დღე გველოდა, მაგრამ ამის შესახებ ჯერ კარგად არ ვიცით. გარეგარი მოგზაურობა შინაგანში გადავიდა. გზაზე თავისი კეთილმეტყველებით ცნობიერების სიღრმეში გაგვიძღვა. ყველა მოვლენა სამყაროში, ყველა წამის განმავლობა ჩვენ უნდა გავამართლოთ. ერთი უბრალო მეთოდით. გავზარდოთ თითოეული მომენტის გაცნობიერების ხარისხი. და ამისათვის ჩვენ ფაგორად ვთქვათ, მარადისობას გვაქვს მოცემული, მაგრამ ამან დათული სამსახური არ უნდა გაგვიცნოს. ადამიანი, რომელიც წვეთს აფასებს, მას ოკეანეც მიეცემა. და ვინც წვეთს ვერ აფასებს, იგი უყაირათოდ ოკეანესაც გახარჯავს. ყველაფერი დაიწმინდა, მოეშვა, გამთლიანდა. გაიხსნა, სივრცე გაიხსნა. გზა ხსნილია ცოცხლად. ძალიან კაი იყო, ესე მოშვებული ვარ. ბოლოსთვის ვიყავი აღარ მახსოვს. დილა თუშეთში, სხვა ზღაპარია, სიცოცხლით სავსე. იოგა საშუალება შინაგანი ჭურჭლის გასაზრდელად, რათა ეს სიცოცხლე უფრო მეტად დაიტიო. მაქსიმალურად ინტენსიურად გაიგო მისი ღვთიური გემო და სურნელი. ასე დაწყებული დღე, როგორიც არ უნდა იყოს სავსეა სასწაულებით, რადგან შენი ხედვა სხვანაირია. ეს სასწაული ერთიორად იზრდება თუშური კოშკების თანამყოფობით. სადაც მხოლოდ ქვებს კი არ ხედავ, არამედ მთელ ისტორიას განიცდი და ხვდები, რომ შენც ამ ქვებზე დგახარ. მადლიერება ავტომატურად იბადება, რომელიც ღრმა შინაგან კავშირს ამყარებს ფესვებთან. ფესვებთან კავშირი კი ზეცისკენ გზრდიან. თითქოს რასაც ახლა იმეცნებ, ახალი კი არა, კარგად დავიწყებული ძველია. ამოდი ჩაი შემოგთავაზებთ. რომელიც უბრალოდ უნდა გაიხსენო. რათა შენი შინაგანი ციხესიმაგრე ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც წინაპრების დატოვებული კესელოები. ვაწყობთ სივრცეს ლექციისთვის, სადაც ჩატარდება ლექციები კარმული კვანძების შესახებ ნიკოლოზ ნავინთან ერთად. და დაღმავალი კვანძი, როდესაც დაჯდება ვერცხლში, ადამიანმა უნდა გამოვინოს უშიშრობა, პირდაპირობა, მოქმედება და ეს მოქმედება უნდა ემყარებოდეს სულიერ ცოდნას, იმიტომ რომ იდეალი მოდის მხოლოდ სულიერი ცოდნისგან. სხვა ნებისმიერი რაღაც იდეალები რაც არის, წმინდა ადამიანური მერკანტილური თვალით რო უყუროთ, არის სისულელე. თუ ამას სულიერი ლოგიკა არ აქვს, მაშინ ადამიანი არის უნდა პირად გამორჩენაზე და ერთადერთი სწორი ლოგიკა არის ძალაუფლება და ჩემი პირადი გადარჩენა. სხვა ნებისმიერი იდეალი არის რაღაცა სილამაზე ან ილუზია. თუ სულიერება შემოდიდა, სულიერი კანონები და სულიერი ცოდნა და ერთიანობის კანონი და რაღაცა სხვა თუ შემოდის, მაშინ იდეალს აზრი აქვს. იდეალი უნდა ეყრდნობოდეს რაღაც სულიერ კანონზომიერებებს.
დახუჭოთ თვალები. ღმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე. შვიდი ცურვა ბგერის ტალღებში. შთაბეჭდილებებით გაჯერებული სხეული თითქოს მარილივით ზავდება სამყაროში. საზღვრები იშლება. რჩება ის, რაც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ღრმა, ერთი, სიმშვიდის წყარო, რომელიც ისე ჩუხჩუხებს, როგორც კრისტალიდან წამოსული ხმები. საღამოს კი სწორედ ამ სიღრმიდან დაბადებული საუბრები კიდევ უფრო აღრმავებდა ცნობიერებას. ეს დღე ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ არასდროს დაგვავიწყდება. თუშმა ბიჭებმა რითრითის მონაწილეებისთვის 24 შეკაზმული ცხენი მოიყვანეს. ყველა მისი აირჩია ახალი მეგობარი, როგორც ავატარის პერსონაჟმა თავისი დრაკონი. საუკეთესო რა ქვია სახელი? ამას ტორნადო ქვია. ტორნადო! შენ ცხენს რა ქვია? ირაკლი. არა, გვარი არის, სახელი არ აქვს. რა ქვია? ანუ რაღაცა რა გვარია? რაღაციძე იყო. მერაბიკო. მერაბი ქვია შენ? ეს არის მერაბი? დია. ინდა კოსნა გამოგიჩა. მერაბი. ათე, ზეიკიძე. ზეიკიძე, მაგის მომავალი ვიცით უკვე? ზეიკიძე. ბაკარი, კანცი. სალამურა. რა მაგარია? ძალიან მაგარი. ძალიან. თან აღელ ლურჯი მხედარი. მესამე თვალია. კი, აი, სალამური, შეხედა. სალამური. აი, შეხედა. სალამური. მაგრა იწევს იმენა. ხო რა. იმა კატრასო პირველი უნდა იყოს. ეჩხუბებიან თუშები გადმოგსვამთ ცხენიდან. შთამბეჭდავი და ძალიან ამაღელვებელი მსვლელობა. თითქოს ეს უკვე გვენახა ან წინა ცხოვრებაში, ან რომელიმე ფილმში. თითქოს ოდესღაც უკვე ვილაშქრეთ ასეთი ერთობით. ცხენზე ამხედრებულებმა კიდევ უფრო სხვანაირად გავიცანით საკუთარი თავებიც და ერთმანეთიც. წინ ძალიან დიდი გზა გველოდა. ზოგმა მათგანმა პირველად გაბედა ცხენზე ჯდომა, თანაც ასეთ რთულ რელიეფზე. იყო ახტაცებაც და შიშიც. ამ უკანასკნელის გადალახვაში კი ალბათ ის ერთიანობა გვეხმარებოდა, რომელსაც პირველივე დღიდან ვაშენებდით. სამურაი თუ სალამურა? ხო, მაგრამ სამურაი. გადაარქვი? როგორც მოგვიანებით ნიკა აღნიშნავს, ერთ რეალობაში ეს იყო ჩვეულებრივი მსვლელობა, მაგრამ მეორე ხედვით კი თითქოს ბრძოლა მოვიგეთ. ბრძოლა საკუთარ ლიმიტებთან. ეს იყო საუკეთესო შეხსენება იმ ძირითადი სულიერი პრინციპისა, რომ გზაზე მთავარი არა დანიშნულება, არამედ თავად გზაა. და ამ გზაზე კიდევ უფრო მთავარი, გვერდით მდგომი ადამიანები არიან. რა მოგაფიქრეს? გასხივოსნებული ვარ. ეგა ყოფერი აქედან მოდის. აგნი. აი, ერთი თვის წინ რო გეთქვა, რომ თუშეთში ოფროუდზე ცხენს ვატარებდი. აი, ძალიან ვიცინებდი, მაგრამ გაგიჟებული ვარ მართლა ძალიან ახლოვანებული და შთაბეჭდილებული. ცხენი ცემა. ანუ ცალკე ტოტი ქონდა ფოთლებით და ისე ურყავდა რომ ფოთლები ცვიოდა იმ ტოტში. ანუ ზარმაცი ცხენია. ინტრიგას აკეთებს. ზარმაცი ცხენია. ეს დღე იმდენად ემოციურად ჩაიბეჭდა თითოეულის გონებაში, ემოციები გაუზიარებლად ვერძლებდნენ. სიტყვები თავისთავად ლაპარაკობდნენ. ბუნებრივი ნაკადიდან. მაგარი ვიჭენავეთ და ყველას გამოვასწარით ვართ. მოწინავე 4 რაში არა, 5. 5 რაინდი. 5 რაინდი. ჩემი ლეო, შენი ვინ არის?
ჩემი კალბასა. კალბასა, ზეიკინძე. მერცხალა. სალამური სამურაი. სალამური სამურაი. მე სხვა სახელი ერქვა, მაგრამ დღეს მე ტორნადო ქვია. ტორნადო ახია იმას. ტორნადო იმას. ის არა ტორნადო, ის კრიტოფორია, ის ნიავია. ხო მაგარი იყო. ხო, ძალიან მაგარი ექსპერიენსია. წრილად კი მეშინოდა, მაგრამ თან მეშინოდა, თან მიხაროდა. ორივე ერთად იყო. არა მაგრამ როცა სანდო ხალხთან ერთად ხარ. არ ვიცი, არავინ არ იყო წინ. სანდო ვაფშე. სანდო არავინ არ იყო. მე მინა პირველზე ვარ. ცხენზე? და პირველი ვეჯენზე მაგარია ჭენაო შენ სვლა. მაგარი. მარაგზა მქონდა. და მე ვაკონტროლებდი, იმიტომ რომ ერთ მომენტში ძალიან ჩქარა და უკვე ესე დავფრინავდი ზემოთ და მეთქე ხარ გავფრინდე. თითქოს 25 კილომეტრიანმა ჯირითმა რაღაც მოაშორა, რაც შინაგანს გარედან აკრავდა. ეს ყველაფერი ფერის ცვალება დღეს მოხდა. ბანაკში დარჩენილებიც არ იყვნენ მოწყენილნი. ისინი თუშურ ტრადიციებს ეზიარენ. აქ დარჩენილები ცოტა სახეცვლილები დაგხვდნენ პირდაპირი გაგებით. გამურულები. თუ ხართ გამურულები? იმიტომ რომ ეს არის თუშური ტრადიცია, რომ ფერის ცვალებას ერთმანეთი უნდა გავმუროთ და გავჟოლოთ ასევე. რატო? ასევე მიდიან ჟოლზეც. ნუ ფერი უნდა იცვალოთ. დღე მეოთხე უკან დაბრუნების დროა, მაგრამ რაღაც გვექეჩება. გრძნობთ, რომ კიდევ დიდხანს დავრჩებოდით. წამოსვლის დღე კიდევ გავახანგრძლივეთ. მოვიარეთ ზღაპრული დართლო და ბოლო ემოციები ვახშამზე გავცვალეთ. კარგი წიგნი ისაა, რომელიც არ გინდა რომ დასრულდეს. სწორედ ასეთი წიგნი დავწერეთ, სადაც ყველა დღე იყო შემოქმედება და ყველა ადამიანი იყო შემოქმედი. ეს 4 დღე იყო ჩვენი მთავარი მოტოს მანიფესტაცია. თუ გსურს წახვიდე სწრაფად, იარე მარტო. თუ გსურს წახვიდე შორს, ვიაროთ ერთად. მე არასოდეს აი ამდენ განსხვავებულ ადამიანთან არ მქონია ურთიერთობა, მით უმეტეს სამი დღე ცხოვრება და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ეს ძალიან საინტერესო, აი მეორჯერ შემოვნებით, გავისერინებდით თქვენთან ერთად. მაგარი. გავჩერდეთ განვითარებაში რა. ბოლო სიტყვა საზა. ბოლო სიტყვა არ არის, ეს არის ჩემი საწყისი კეთილი სურვილების. შეხვედრამდე. ბრუნდები აღმოფრენილი და ყველა პრაქტიკა, ყველა ინტერაქცია თითოეულ ადამიანთან, ყველა დიალოგი იყო ძალიან გულის გამხსნელი და სიყვარულით სავსე. ყველა იმდენად განსაკუთრებული ადამიანია, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ შევხვედრივარ ჯამში ამდენ განსაკუთრებულ ადამიანს და აი არ ვიცი, მართლა მადლიერებით ვარ პირველ რიგში სავსე. და აი საერთოდ ამ 3 დღემ ისე შემცვალა, ესეთი გარდასახვა არ მქონია რა წლები და ძალიან დიდი მადლობა მართლაც ყველა ყოფ ადამიანს და მადლობა შენ. ჩემ ბოლო სიტყვა არის ძალიან დიდი მადლობა ყველას თითოეულს. აი ისე კარგად შეასრულა ყველამ თავისი ის პატარა როლი, რომელიც ჩემთვის დაწერილდით სცენარში იყო გათვალისწინებული, რომ აი ძალიან სავსე ვარ, ძალიან მადლიერ ვარ, რომ ჩემ თავს მივეცი ამის საშუალება, რომ შეგხვედროდით და ბევრი საფიქრალი მიმაქვს. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქა. რა არის ეს? ეს მიკროფონია, მე მგონა ამით ამასუხებ. ეს არის მთის ბროლი და ერთად არ ველოდებოდი. შენი ძაღლი ვინ არის? ძაღლი კი არა, ცხენი. აბა ფერისვალების მადლი გეცემ. დაგჭა. გამჩა დედა რას ამბობ? წყალია ხალხო, ჭაჭა არ არის, უბრალოდ გაგვითავდა ამდენი დაგჭა. ცხენი მინდა ძალიან, სულ მინდა და მე. რო იყიდო? ხო. კერძო სახლი მაქვს და ვირი მინდოდა სულ. მე გავიგერო ყროყინებს და ახლა ლოკაში არ შეიძლებოდა. და ბოლოს დასჭირდი რას? ძაღლს.